დღეს ვეაჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა აჭარის მთავრობის კაბინეტის ყოფილი უფროსის ბრალდებას უპასუხა. დავით ბალაძემ ნუგზარ კეკელიძის განცხადებას არაადეკვატური უწოდა და განმარტა, რომ არ ესმის იმ ადამიანების, რომლებიც მხოლოდ სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ აკეთებენ სკანდალურ განცხადებებს. მინისტრმა განმარტა, რომ იგი ყველა კერძო ბიზნეს და ინვესტორს ლობირებს, რადგან მისი მოვალეობა ბიზნესმენებმა თავი კომფორტულად იგრძნონ. შეგახსენებთ, ნუგზარ კეკელიძემ თანამდებობა ოფიციალურად 30 სექტემბერს დატოვა. გათავისუფლების შემდეგ კეკელიძემ დავით ბალაძე უცხოელ ინვესტორებზე ზეწოლაში და სამშენებლო კომპანია ანაგის ლობირებაში დაადანაშაულა. თანამდებობიდან გათავისუფლება კი მურმან დუმბაძის გუნდის წევრობას დაუკავშირა. მე ყველა კერძო ბიზნეს და ინვესტორს ლობირებ თავიდან ბოლომდე შემიძლია აღნიშნოს დაკავშირებით მასშტაბით. ეს ჩვენი ვალია ის, რომ ყველა კერძო კომპანიამ და ინვესტორმა იგრძნოს თავი, ისე ვთქვათ, კარგ გარემოში, რასაც ეს ვთქვათ, ყველა საბოლოო ჯამში ინვესტორებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის. რაც შეეხება კეკელიძის განცხადებებს, რაღაც ეს ვთქვათ, მარაზმთან დაკავშირებით, ესე ვიტყოდი, თავიდან ბოლომდე ვერ დავეთანხმები, იმიტომ რომ არ მოსმის იმ ადამიანების, როდესაც სამსახურიდან მიდიან და სამსახურის წასვლის შემდეგ იღებენ ხმას რაღაცასთან დაკავშირებით.